აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცეციამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა. მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის არსებული ანალიტიკური და პროფესიული რესურსების გაზიარება. აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი ჩართულობა საგანმანათლებლო კვლევით და მოხალისეობრივ პროექტებში, ასევე ტრენინგებსა და სემინარებში. ამავდროულად მხარდაჭერილი იქნება ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების განვითარებასა და ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მთავარი მიზანი ჩვენი არის ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა პროგრამებზე, მათ შორის სტუდენტების სახალისება და ხელშეწყობა იმ პროგრამებში და იმ მიმართულებით, რასაც წარმოადგენს სოხუმის უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, შევეცდებით, რომ უფრო გავაძლიეროთ, შევეცდებით, უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ახალგაზრდების განათლების წოდნის ხარისხის ამაღლებაში. ამ კუთხით ჩვენი ერთობლივი მუშაობა აფხაზეთის მთავრობის დევნილთა სამინისტროსი სოხუმის უნივერსიტეტის იქნება შეუვალი და ნაბიჯ-ნაბიჯ დარწმუნებულად გამოგვივა ძალიან ნაყოფიერი და ეფექტური სამუშაოები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან. ჩვენ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების სტაჟირებას და მათ შორის ბევრი სხვა აქტივობის განხორციელებას სამინისტროსა და უნივერსიტეტთან ერთობლივად, ასევე იმ სტუდენტებისათვის პროექტების შეთავაზებას, რომლებიც არიან დევნილი სტატუსით და სწავლობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.